როცა ადამიანს მუცელი ტკივა, ბევრი კითხვის ნიშნებია იქ, რადგან მუცელში ბევრი ორგანოებია და რომლისგანაა ეს ტკივილი უნდა გაიგოს, მათ შორის შეიძლება იყოს სერიოზული მიზეზები, მათ შორის გულის შეტევაც კი, ინფარქტის დროს შეიძლება მუცელი ტკივილის ადამიანს მართლა აღვთ. შეიძლება იყოს პანკრეატიტი, რომელიც ასევე სერიოზულია. და საუბარია მუცლის მარცხენა ზედა ნაწილზე, მარცხენა ზედა კვადრატს ეძახიან, მუცელი დაყოფილია წარმოსახვითად 4 ნაწილად, 4 კვადრატად და შეიძლება წარმოიდგინოთ მარცხენა და ზედა ნაწილი, ზოგჯერ 6000 ყოფილ ხოლმე. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომელი ორგანოებია მარცხნივ და ზევით. ელენთა, კუჭის ნაწილი, ნაწლავებია, წვრილი ნაწლავის ნაწილი, მსხვილი ნაწლავის ნაწილი და მარცხენა თირკმელი. ძირითადად ეს ორგანოებია, დიაფრაგმის ნაწილი და ჩამოდის მერე ფილტვი, მარცხენა ფილტვი ცოტათი, მაგრამ მუცლის ღრუში უშუალოდ ეგენი არ მდებარეობს. პირველი ფოკუსი უნდა გავაკეთოთ იმაზე, რომ არ იყოს ინფარქტი. განსაკუთრებით თუ ასაკოვან ადამიანს ტკივა მარცხენა ნაწილი, თუ დიაბეტი აქვს ამ ადამიანს, თუ ყოფლიანობს, გულის რევაღებინება, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ ხომ არ არის ინფარქტი. შეიძლება ინფარქტისთვის კლასიკური სიმპტომები არ ქონდეს, ანუ ეს რეწოლის შეგრძნება გულში და გადაცემა მარცხენა ხელში და თითში და ეს შეიძლება არ იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ მუცლის ტკივილი ქონდეს და ეგ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, უნდა გამოვიწყოთ ინფარქტი ხომ არ არის. ახალგაზრდებში ინფარქტი იშვიათია, მით უმეტეს ესეთი ატიპიური ფორმა, მით უმეტეს იშვიათია, რომ გული არ ტკივდეს და მუცელი ტკივდეს გულის ნაცვლად, ამიტომ სხვა რამეზე უნდა ვიფიქროთ ახალგაზრდებში და ზოგადადაც პირველ და ყველაზე ხშირი მიზეზი მუცლის მარცხენა ზედა ნაწილის ტკივილის არის ხოლმე როგორც წესი გაზები, ჩვეულებრივ, რადგან ნაკეცია, აქ მარცხენა ნაწილში მდებარეობს მსხვილი ნაწლავის ნაკეცი, სადაც იჭედება ხშირად ეს გაზები და ადამიანს აქვს შებერლობის შეგრძნება, დაჭიმულობის შეგრძნება, მუცლის ტკივილი, რომელიც როგორც წესი ან დაკავშირებულია კვებასთან, რაც ჭამს აქვს დიდი მნიშვნელობა, ან კუჭის მოქმედებასთან გაივლის რაღაც დროის მერე, ზოგჯერ წუთებში, ზოგჯერ საათებში, მაგრამ გაივლის. მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი არის კუნთოვანი ან სახსროვანი ტკივილი. ახლა როგორია ეს, რომ ადამიანმა შეიძლება ცუდად დაახველოს უბრალოდ ან გამოძრავდეს, ან ფიზიკური აქტივობისას, ან გაიქცეს, ან ფიზიკური საქმე შეასრულოს, ან შეიძლება უბრალოდ კუნთი დაიჭიმოს, შეიძლება ან დიაფრაგმის ნაწილი დაიჭიმოს და მაგან გამოიწვიოს ტკივილი და ადამიანს გონია, რომ ეს მუცელი ტკივა შესაბამისად დიდი საშიში ეგ არ არის გაიმის როგორც წესი. თუმცა თუ სახსრების ანთება დაემართა ადამიანს და ზოგიერთ ხდება ნეკნების სახსრების მაგალითად კოსტოქონდრიტი ქვია მაგას, ეგ შეიძლება რამდენიმე კვირა გაგრძელდეს ეგ და ეგ ტკივილი შესაბამისად დრო ჭირდება, რომ გამოვიდეს და ზოგადად კუნთის გამო როცა იმას დრო ჭირდება. როგორ უნდა მივხვდეთ, რომ კუნთის გამოა ტკივილი? როგორც წესი, როცა შინაგანი ორგანოს გამო არის, ხელით დაჭერით, როგორც წესი არაა მტკივნეული, მაგრამ თუ კი სახსრის გამოა, კუნთის გამოა, ხელით დაჭერა უფრო აძლიერებს, ღრმას რომ თქვა აძლიერებს ტკივილს და ასე შეიძლება და განსაკუთრებით თუ ადამიანი ფიზიკურად აქტიურია, შეიძლება მივიტანოთ ეჭვი, რომ ხო არ არის კუნთის დაჭიმა და მაგის გამო ხო არ ტკივა ადამიანს მარცხნივ ზევით მუცლის ნაწილი. შემდეგი მიზეზი არის გასტრიტი. გასტრიტი არის კუჭის ანთება. კუჭი ახლა მდებარეობს ცენტრში უფრო, მაგრამ რაღაც ნაწილი და დიდი ნაწილი, ცოტა პატარა არა, მდებარეობს მარცხნივ, მუცლის შუაში და მარცხნივ. შესაბამისად, გასტრიტის დროს შეიძლება მარცხენა მხარე ტკივილდეს, თუმცა ეს არ არის გასტრიტის ყველაზე ხშირი შემთხვევა, უმეტესად უფრო მუცლის ცენტრალურ და ზედა ნაწილში ტკივა ადამიანს, ზუსტად იქ სადაც ეს მკერდის ძვალი მთავრდება, ცოტა ოდნავ ქვევით. ეპიგასტრალური ტკივილი ქვია მაგას, მუცლის ცენტრში და ზევით თუ ტკივა ადამიანს, მაგას ვიძახიან ეპიგასტრალურ ტკივილს და ეგეთი მაგ ადგილში ტკივა ხოლმე, მაგრამ მარცხნივად შეიძლება იყოს გასტრიტის დროს, კუჭის ანთების დროს. კუჭის ანთება რატო ვითარდება და ერთი ჰელიკობაქტერ პილორი, რომელიც არის ბაქტერია, ეგ იწვევს დაახლოებით 40-50% შემთხვევაში. დანარჩენ შემთხვევაში იწვევს ალკოჰოლი, ქრონიკული მოხმარება, განსაკუთრებით ალკოჰოლის,
აი კუჭი გამიღიზიანა რა ვიტყვი. ან წამლები არასტეროიდები მაგალითად არასტეროიდების ხანძრული გამოყენება, მათ შორის ასპირინი მაგალითად იწვევს კუჭის გაღიზიანებას და კუჭის ანთებას. ეს კუჭის ანთება შეიძლება იყოს სუბუქი რას იწვევს? აი მალე დანაყრების შეგრძნებას, ადრეულ სისავსის შეგრძნებას, აი საჭმელს შეჭამს ცოტას ადამიანი და უკვე ამბობს რომ ის სავსე ვარ, მე მეტი აღარ შემიძლია. ძალიან ცოტაზე ამბობს ამას. მუცლის ტკივილი, ეს ტკივილი როგორც წესი არის ყრუ და არ არის ისეთი და ასოცირებულია ხოლმე კვებასთან და ადრეული დისკომფორტი ასევე საჭმლის ჭამისას მალევე სისავსის შეგრძნება. შეიძლება გულისრევა აღებინება ქონდეს ადამიანს, მაგრამ შედარებით იშვიათია. განსაკუთრებით სუბუქის შემთხვევების დროს, მძიმეს დროს შესაძლებელია. შემდეგი მიზეზი არის წყლული, კუჭის წყლული. ხო, კუჭის და 12 გოდას წყლული შეიძლება იყოს უბრალოდ ეგენი უფრო ცენტრში, ადამიანის ცენტრში გრძნობს მაგ ტკივილს, ვიდრე მარცხნივ უფრო ცენტრში მდებარეობენ ხოლმე წყლები. მაგრამ მარცხნივად შეიძლება იყოს უფრო კუჭის ზოგ შემთხვევაში და კუჭის წყლის ტკივილი როგორია? რომ გზანგავს გასტრიტის ტკივილს, ანუ ყრუ ტკივილი შეიძლება იყოს, კვებას უკავშირდებოდეს, ანუ ჭამის მერე ტკივდეს ადამიანს. და მიზეზიც კუჭის წყლის შემთხვევაში არის უმეტესად ეს ბაქტერია. ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს იგივე ეს ალკოჰოლი, იგივე წამლები, თუმცა როგორც წესი ან წყლში ერთ-ერთი ყველა წამყვანი ფაქტორი არ ხომ ბაქტერია. ხო, რა განსხვავება გასტრიტსა და წყლის შორის? გასტრიტი წარმოიდგინეთ რომ მთლიანი კუჭის ანთებაა რა ერთიანად. მთლიანად აი რომ შეხედა განაწილებულია კუჭი და წყლული არის კონკრეტული ადგილი არის ამოღრუნულივით, რომელიც არის დაზიანებული, აი ეგ არის წყლული, რასაც დაინახავთ პირდაპირ ადამიანი. შესაბამისად, მათ შორის განსხვავება არის უფრო ადვილად რთულდება ხოლმე წყლული, თუ სერიოზულად ის წყლულია. შემდეგ მიზეზი არის შეკრულობა. შეკრულობა ერთ-ერთი დიდი პრობლემაა და შეკრულობის ნახევარ შემთხვევაში ადამიანი მუცლის მარცხენა ნაწილში ამბობენ ტკივილი, დისკომფორტის შეგრძნება გვაქვს. ხო, ადამიანს რომელსაც აწუხებს შეკრულობა, მათთვის მარცხნივ ტკივილი, მარცხნივ დაძევით არ არის გასაკვირი, რადგან აი მსხვილი ნაწლავის ნაკეცია მან ელენთასთან და სახელიც აქვს სპეციალური მაგას, აი ეს ელენთის ნაკეცის სინდრომია, როცა ეს გაზები განავალი იჭერდება, მან ჩერდება და ტკივა, მერე ეს დაჭიმულობა იწვევს იჭიმება მოკლედ ნაწლავის კედელი და ეგ დაჭიმულობა იწვევს ტკივილს და ადამიანს აი ეგ ტკივილები, რომელიც იშვიათი არ არის და ხო, ეგ ტკივილები უფრო მეტად არის როგორც მოვლითი ტკივილები და ადამიანი გრძნობს როგორც აი მოვლითი ჭვალი, ზოგი ამბობს რომ ჭვალია, ზოგი ამბობს რომ კვებას უკავშირდება და ეგეთი ადამიანები აღნიშნავენ რომ არიან შეკრულობის პრობლემა აქვს. შემდეგი მიზეზი არის ელენთის პრობლემა. ხო, აი ხა ჩვენ ზევით თქვით ხშირად რაც იწვევს მარცხენა ზედა ნაწილის ტკივილს, ეხლა ეს არის შედარებით იშვიათი, მაგრამ მნიშვნელოვანი. ელენთას სამი რამე შეიძლება დაემართოს ძირითადად. ერთი არის რომ შეიძლება ინფექცია დაემართოს, თქვათ ვირუსული და მაგის გამო და ზომაში გაიზარდოს თქვათ და ეგ ტკივილს იწვევს, რომელსაც სპლენომეგალია ქვია. შეიძლება ინფარქტი დაემართოს, ანუ სისხლის მიმოქცევის დარღვევა ელენთაში და ეგეც იწვევს ტკივილს და შეიძლება გაიხეს მაგალითად ტრავმის შედეგად. და ეგეც იწვევს ტკივილს. ხო, ელენთის პრობლემები ხშირი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ხდება და ჭირდება დაკვირვება, თუმცა როგორც წესი ხშირი არ არის და დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ როცა ექსკლუზიურად მარცხნივ ადამიანს ტკივა, რაღაც ზეწოლის შეგრძნება აქვს და დაჭიმულობის შეგრძნება აქვს, მით უმეტეს თუ ადამიანმა ტრავმა გადაიტანა, აუცილებლად საჭიროა ელენთა გამოვლისხოთ და ელენთას ყურადღება მიაქციოთ. შემდეგი მიზეზი არის პანკრეატიტი. პანკრეატიტი არის პანკრეასის ანთება. პანკრეასი მდებარეობს კუჭის უკან და მისი ნაწილი მდებარეობს მარცხენა მხარეს. შესაბამისად, მისი ანთების დროს მარცხნივ შეიძლება ტკივდეს, თუმცა როგორც წესი უფრო ცენტრში ტკივა ხოლმე, ზურგში გადაეცემა ტკივილი, ძლიერი ტკივილია. პანკრეასის ტკივილი არის ძლიერი ტკივილი, რომელიც არ გადის, რომელიც ჭამისას შეიძლება გაძლიერდეს ძალიან
პანკრეასის ტკივილის და პანკრეატის რა იწვევს? ერთი კენჭები, ან კენჭი შეიძლება სადინარში გაიჭედოს და მაგან გამოიწვევს პანკრეასის წვენის დინების დარღვევა და მე მაგან გამოიწვევს პანკრეატიტი, პანკრეასის ანთება. მეორე შეიძლება ალკოჰოლიზმმა გამოიწვევს პანკრეასის ანთება. ორივე მნიშვნელოვანი პრობლემაა, ორივე გადაუგდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, ისევე როგორც ინფარქტიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებს აუცილებლად. და შემდეგი არის თირკმელები, ან თირკმელების პრობლემა შეიძლება გამოიწვევს მარცხნივ ზევით ტკივილი. თირკმელებიდან ორი პრობლემა ორი არის ძირითადად რაც იწვევს. ერთი პიელონეფრიტი, მეორე კენჭის გაჭედვა. ხო, კენჭის გაჭედვა შარსაწვეთში მარცხენა მხარეს იწვევს ხოლმე შეკუმშვას შარსაწვეთისაც და ეგ ძალიან ტკივნეულია და მოვლითი ძალიან ძლიერი ტკივილები აქვს, ადამიანი ადგილს ვერ პოულობს, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტკივილი ადამიანს რაც განუცდია საერთოდ შესაბამისად, მაგრამ უფრო მეტად წინა მხარეს კი არ არის ეგ ტკივილი გვერდზე, ან უკან და წინათ შეიძლება გადაეცემოდეს, ასევე გადაეცემოდეს საზაფხულში ეს ტკივილი ადამიანი ადგილს ვერ პოულობს, ტკივილი არის ძლიერი, ამით შეიძლება მივხვდეთ რომ ეს არის თირკმლის ტკივილი. თირკმელში ასევე გვაქვს კენჭის პიელონეფრიტის პრობლემა, თირკმლის ანთება, თირკმლის ინფექცია. ეს თირკმლის ინფექცია უმეტესად ბაქტერიული, შეიძლება ამ დროს ადამიანს ჰქონდეს სიცხე, ყრუ-ტკივილი, გულისრევა, ღებინება და ხშირი შარდვა. და უნდა მივიტანოთ თირკმელზე, განსაკუთრებით თუ ეს გვერდში ტკივა ადამიანს, ან უკანა მხარეს თუ ტკივა შეიძლება გადაეცემოდეს წინაც. ამიტომ არის რომ ვამბობთ რომ მარცხენა ზედა ნაწილში ტკივილი ახასიათებს, მაგრამ არა ყოველთვის. და უფრო მეტად გვერდზე ან უკან ტკივილი ახასიათებს ხოლმე თირკმელს. ამით შეგვიძლია გავარჩიოთ ეს თირკმელია თუ არა. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა. უკვე ვიცით, ძირითადად აი ესენი შეიძლება იყოს თუ მარცხნივ და ზევით ტკივა ადამიანს, მაგის მიხედვით შესაძლებელია დახმარების აღმოჩენა. ეს იყო რის თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ. მადლობა ინტერესისთვის.